გამოფენა ის. გამოფენას და ეს ახლა როგორ არის, იცით? გამოფენას და ძალიან მე ფულზე კი არ გადამყავს. ეს არის ძალიან ძვირად ღირებული ნივთები. ხელით ნაკეთია. ხელით ნაკეთი, ახლა წარმოიდგინე ციხეში კბილის ჯაგრის არ შეგატანიებენ და ნარდის გაკეთება როგორია. და ეს იმდენად, ერთი ნარდის გაკეთებას უნდებიან დაახლოებით 7-8 თვე და მე კიდე ვიყავი 6 წელი და ვაკეთე. და ამ გამოფენაზე მოგიწევდა ყველაფერს ნახავთ. ახლა რაც შეეხება ამ რო აგორდა ეს ნარდი. ხო? ახლა ქართველი ადამიანის ოჯახი მე არ ვიცი უნარდოთ, ხო? მაგრამ ვის ცალია დღეს ნარდისთვის, ხო? ეს ნარდი ყველას ჰქონდა ტუბოჩკაში შენახული. უცებ სამსახურში ვარ, ხო? გეუბნებით, რომ წინასწარ არაფერს არ გეგმავდა. იმ საღამოს ფეხბურთის შემდეგ ცოტა დავლიე, ცოტა იქი, ცოტა აქი, წავედი სახლში და ჩამეძინა. და რო ჩამეძინა დილით 6 საათზე მირეკავს ყაზახისტანიდან ერთი კარგი მეგობარი და ეს მეგრელები ჩვენ ხო იცი ყველა ერთმანეთის ნათესაები ვართ. ხო და ის ნამყოფია ჩვენთან. და იცის ეს მეგრელები, სვანები, იმერლები ეს და იმდენად მაგარი ბალეჩიკი ამერისი ბალეჩიკი ვარ, ისა ბალეჩიკი და დილით 6 საათზე მირეკავს გილოცავ და ჩვენ ცოლს ვეძებ კაცო 5 კი მყავს შვილი და მე-6 ხო არ შეგვეძინა რას მილოცავს რა უბედურება ამ დილით 6 საათზე რას მილოცავ და ახლა რა უთხრა ამ კაცს ხო რას მილოცავ მეთქი და კვარაცხელია შენი ნათესავიაო და მე გამახსენდა რომ წუხელი იყო ფეხბურთი და კი ჩემი ნათესავია რომ ჩამოხვალ გეგაცნობ მეთქი ახლა წავედი სამსახურში მეორე დღეს წავედი სამსახურში უცებ ახლა რაღაცა ისეთი უნდა აჩუქო ამ ბიჭებს ეს კვარაცხელია კი არ არის მარტო კვარაცხელი არის თვითონ პიროვნება ღმერთისგან დაჯილდოებული პიროვნება ეს არ არის ისეთი ტიპი რომ რაღაცა არის კარგი დედის და კარგი მამის გაზრდილი წესიერი კაცი იმას არც ავტომობილი გაუკვირდება არც ვილა და არც ბურთი და არც ხო რა არ გაუკვირდება იმიტომ რომ ის არის წესიერ ოჯახში გაზრდილი როგორც სხვა ფეხბურთელები უცებ ვინ გაიტანა ეს ბურთი ამან და რა მაქვს ახლა საჩუქარი და უცებ წამებში მოვიფიქრე რომ ჩემთვის პირადად გულწრფელად გეუბნებით ჩემთვის გელა ბარკალაიასთვის ყველაზე მაგარი საჩუქარი არის ნარდი მე ვთქვი ბიჭო ეს ნარდი როგორ გინდა რომ აჩუქო ამდენი წელი ვაკეთებდით მაგრამ იმდენად მაგარი